ევროკომისიის სპიკერის მარკუს ლამერტის განცხადებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ამის შესახებ ლამერტი მედია პლატფორმა ევროსკოპის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, კითხვა 11 ივნის ბრიუსელში ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას შეეხებოდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მარტში დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდა, ამ საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეგრეთ წოდებული გაძლიერებული დიალოგი დაიწყო. მარკუს ლამერტი განმარტავს, რომ მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. 2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველად 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელები არიან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც ჩვენ გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში 11 ივნის გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აირ ასეხება ეს შეხვედრა. შეგახსენებთ იმასაც, რომ კომისიის შეფასებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. 5 ივნის რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას კიდევ ერთხელ გადახედავს. მისი თქმით, შესაძლოა დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს. მისივე ცნობით, ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის ანგარიშს დეკემბერში წარადგენს. გადაწყვეტილება შეჩერებაზე კი წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა 2027 წლის იანვარში მიიღონ. უვიზო რეჟიმის შეჩერებას არ სჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. გადაწყვეტილება მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი ქვეყნების ერთობლივ პოზიციას შეუძლია მისი გატანა, მაშინაც კი თუ რამდენიმე სახელმწიფო წინააღმდეგი იქნება.